დაარღვია თუ არა კანონის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და პროკურატურამ ამ კითხვას სვამენ სწორედ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რადგან ამბობენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხაბეიშვილის დაკავება კანონთან წინააღმდეგობაში მოდის და განმარტავენ, რომ ორგანულ კანონში, რომელიც პოლიტიკური პარტიების გაერთიანებას ეხება, არსებობს ჩანაწერი, რა შეუძლია პოლიტიკურ პარტიას საარჩევნო პერიოდში და არის ერთ-ერთი მუხლი, რომელიც პირდაპირ განმარტავს, რომ აკრძალვა არ ეხება პოლიტიკურ პარტიებს ან პოლიტიკოსებს დაპირების გაცემაში და მათ შეუძლია გაწერონ მაგალითად სახელმწიფო ხარჯები, როგორ გაიცემა მას შემდეგ, რაც ისინი თუნდაც ხელისუფლებაში მოვლენ. ეს ყველაფერი არის გაწერილი ორგანულ კანონში. შესაბამისად, ხაბეიშვილის თანაგუნდელები და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სვამენ კითხვას, რა დააშავა ლევან ხაბეიშვილმა, მაშინ როდესაც კანონით დადგენილ ჩარჩოებში მოქმედებდა, მისი განცხადებები ჯდებოდა კანონით განსაზღვრულ ნორმებში, როდესაც სპეცრაზმელებს პირდებოდა, რომ იმ შემთხვევაში თუ ისინი კანონს არ დაარღვევენ, უკანონოდ არ მოიქცევიან 4 ოქტომბერს, მაშინ როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ისინი დაჯილდოვდებიან. სწორედ ამიტომ ახლა ისინი სვამენ კითხვას, რატომ ჯდებოდა პოლიტიკური განცხადება ხაბეიშვილის მხრიდან გაკეთებული დარღვევაში და რატომ დააკავეს ხაბეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და რატომ წარუდგინა მას ბრალი პროკურატურამ. ამ შემთხვევაში ისინი სვამენ ასევე კითხვას, რა ხდება იმ დროს და ქრთამად ხომ არ შეიძლება ჩაითვალოს, მაშინ როდესაც დარბევების შემდეგ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს დაერიცხათ პრემიები, სწორედ იმის გამო პოლიტიკური პარტიების შეფასებით, რომ მათ ხალხი დაარბიეს და ძალა გამოიყენეს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ფაქტია, რომ ხალხი ძალიან კარგად ხვდება, რომ ლევან ხაბეიშვილი შეშინებულმა რუსმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა დაიჭირა 4 ოქტომბრის მოახლოებულ ხალხმრავალ მასშტაბურ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომ მას ძალიან ეშინია 4 ოქტომბრის ძალიან ეშინია დროშების რევოლუციის, საჭირდება ამას დიდი იურისტობა, რომ მიხვდე, რომ არანაირი საერთო ამბრალს არ აქვს არც სამართალთან, არც სამართლიანობასთან, მით უმეტეს არც დანაშაულთან. სამართლებრივობაზე, სამართლებრივ რაღაც დეტალებზე საუბარს უკვე არანაირი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ეს აბსურდია, ხვადია, ჩვეულებრივი შიშის აბსურდი. ქართული ოცნება ცდილობს ახლა ლევანთან დაკავშირებით, ესე იგი ეს საერთო ეროვნული რევოლუციური განწყობა, რევოლუციური ტალღას წინ აღუმართოს რაღაც დადგენილებების და განჩინებების რაღაცა კედელი, ქაღალდების რაღაც ქაღალდომანიის რაღაც კედელი და ამით შეაჩეროს ეს განწყობები, მოახდინოს ლევანის იზოლირება ან ლევანის დაწვრთნა, რაც არის აბსურდი სრული. პირველ კურსელი იურისტისთვისაც კი პირდაპირ გასაგებია, რომ ამ ბრალს არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან და ლევანი არის ერთადერთი რამისთვის დატყვევებული. იმიტომ რომ ლევანისი დაიჯერა ძალიან ბევრმა ადამიანმა, ლევანმა შეძლო, ლევან ხაბეიშვილმა შეძლო ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანში გაეღვიძებინა ის პატრიოტული სული. დღეს ქართულ ოცნებაში გაუჭირდათ არგუმენტების პოვნა თუ ეწინააღმდეგება ლევან ხაბეიშვილის დაკავება კანონს და ჩაიდინა თუ არა დანაშაული ახლა უკვე სახელმწიფო უსაფრთხოებისა თუ პროკურატურის წარმომადგენლებმა. მაგალითად ჩალვა პაპუაშვილმა უპასუხოდ დატოვა თავდაპირველის კითხვა, როდესაც მას ვკითხეთ, რა ხდება ორგანულ კანონში არსებულ ჩანაწერთან დაკავშირებით და ასევე იმაზე, უნდა ჩაითვალოს თუ არა დარღვევა სახელმწიფოს მეთაურების მხრიდან და ხელისუფლებაში მყოფი პარტიის მხრიდან ჩარიცხვა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებისადმი სახელმწიფო დანამატების ამ პრემიის კითხვა პაპუაშვილმა დღეს უპასუხოდ დატოვა. სისხლის სამართლის კოდექსში წერია, რომ ქრთამის შეპირება არის დანაშაული და შეგახსენებთ, რომ ის მოუწოდებდა ფულის სანაცვლოდ კანონის დარღვევისკენ სამართალდამცავი უწყების კანონში არსებულ ჩანაწერზე რა სიტყვით პარტიების გაერთიანების შესახებ, სადაც იქ არის ნათქვამი, რომ აკრძალვა არ შეეხება პოლიტიკურ დაპირებას. ალბათ ჩემზე კარგად იცით რა წერია ორგანულ კანონში. კარგი ჩანაწერია, ვეთანხმები აბსოლუტურად. რატომ არ მოქმედებს ეს ხაბეიშვილთან დაკავშირებით, ბატონო შალვა, რატომ დაირღვა ეს ჩანაწერი ხაბეიშვილთან მიმართებით? იმიტომ ეს არ იყო საპროგრამო ნაწილი, ეს იყო ქრთამის დაპირება კანონის დარღვევის სანაცვლოდ პირდაპირ გაცხადებული სხვადასხვა სამართალდამცავ. მეცრაზმელებს რომ ფული ჩაურიცხეთ, ბატონო შალვა, ეს რა იყო?
დაკავების შემდეგ ლევან ხაბეიშვილის არაერთი უფლება შეიზღუდა, მას არ აქვს გარე სამყაროსთან კომუნიკაცია, სატელეფონო ზარებით შეზღუდული აქვს და ასევე არ აქვს ტელევიზორი, რომ ნახოს, როგორც სხვა პატიმრები სარგებლობენ ამ უფლებით, მანაც ისარგებლოს.